ყველა ჩემს მაყურებელს მოგესალმებით, მე ვარ ნინო თოდუა. ძალიან მომენატრეთ სულ ყველანი და გადაწყვიტე სახალხოდ დავდო ასეთი პირობა, რომ ორ დღეში ერთხელ აუცილებლად შემოგთავაზებთ ვიდეოებს, რადგან ეს მე მსიამოვნებს, ეს არის ჩემთვის სასიამოვნო, ეს არის ჩემთვის პოზიტიური, ეს მაძლევს მე მოტივაციას და ვფიქრობ, რომ თქვენს მოგწონს ჩემი ვიდეოები. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებიც მე მიყურებთ, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და ძალიან მახარებთ. ამიტომ გადავწყვიტე ეხლა სიყვარულის დღის მოახლოვებასთან დაკავშირებით გადავიღო ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ვიდეოების სერია სიყვარულზე. სიყვარული არის რაღაც ისეთი, რასაც ეძებს ყველა ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა, კარგია ის თუ ცუდი, დადებითისკენ წავიდა თუ უარყოფითისკენ, ყველა ადამიანი ეძებს სიყვარულს და ვერავის ვერ ტოვებს ამაზე ფიქრი გულგრილს. ჩვენ ყველას გვინდა მიგვიღონ, ჩვენ ყველას გვინდა გაგვიგონ, ჩვენ ყველას გვინდა ვუყვარდეთ, მაგრამ შეგვიძლია კი ჩვენ ეს? ან ვართ მზად ამისთვის. ეს ყველაფერი ჩვენ ამ ვიდეოების სერიაში გავარჩიოთ. დღეს კი მოდი ვისაუბროთ თემაზე, როგორ დავივიწყოთ ადამიანი. ეს არის ძალიან სევდიანი, ეს არის ტკივილის მომტანი, მაგრამ ეს არის აუცილებელი თემა, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ, რადგან ხშირად არასწორი გადაწყვეტილება, არასწორი შეხედულება იწვევს იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ცხოვრების წლებს, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ საკუთარი თავი და დამიჯეროთ არავის და პირველ რიგში თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავი, რომელიც არის ხელებ ჩამოშვებული, რომელიც არის დანებებული, რომელიც აღარ უვლის საკუთარ თავს და კარგავს იმას, ვინც არის. ეს რომ არ მოხდეს, ამ საკითხზე ცოტა ღრმად უნდა დავფიქრდეთ. თუ თქვენს ცხოვრებაში მოხდა ისე, რომ დაშორდით ადამიანს, რომელზეც ფიქრობდით, რომ იყო თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი, ეს ბუნებრივია გულის ტკენის და ტკივილის გარეშე ვერ ჩაივლის. მაგრამ მე გთავაზობთ დაფიქრდეთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე. ჩემი აზრით, ჩვენ ყველას ყავს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად კარგად გაგვიგებს, რომელიც ჩვენ მთელი ცხოვრება გველოდა. ამ ადამიანს რომ შეხვდებით, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ის არის. ამას არ აქვს ლოგიკური ახსნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის რეალობა და ისიც იგრძნობს, რომ ეს თქვენ ხართ. თქვენ შორის მაშინვე გარკვეული მიზიდულობა გაჩნდება. თუ ეს მიზიდულობა არის ცალმხრივი, ესე იგი რაღაცაშია საქმე, ესე იგი ეს არ არის თქვენი ადამიანი და თქვენ შეიძლება ეცადოთ თავი მოიტყუოთ, მაგრამ გავადრო და ის ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, გამოჩნდება, რომ ეს არ ყოფილა თქვენი ადამიანი, ეს კი გულის ტკენას მოიტანს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, იყავით საკუთარი თავის წინაშე მართლები. ეს ძალიან დიდ სიმამაცეს მოითხოვს. ჩვენ ზოგჯერ ისე ძალიან გვინდა სიყვარული და ის რომ ვიპოვოთ ის, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდით, რომ მზად ვართ ვიღაცა კონკრეტულ ადამიანს მივაწეროთ ის ყველაფერიც ჩვენ გვსურს და ვეცადოთ მთელი ძალებით, მაშინ დავინახოთ ის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს იმას სულ არ ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ ადამიანს აქვს ზუსტად ეს თვისებები. ეს რა თქმა უნდა აუცილებლად გამოჩნდება. თუ თქვენს შემთხვევაში ასე მოხდა, თუ თქვენ დაშორდით ადამიანს და ახლა გული გწყდებათ, აუცილებლად დაფიქრდით იმაზე. თუ ის თქვენი ადამიანია, არ არსებობს რომ ის დაკარგოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მიატოვეთ თუ იმან მიგატოვოთ, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანები ერთმანეთს არ კარგავენ. ისინი, ვინც ერთმანეთისთვის არიან შექმნილი, ისინი, ვისთვისაც ერთმანეთი მნიშვნელოვანი და ფასეულია, ის ადამიანი, თუ იმან დაკარგა, ან თქვენ, თუ თქვენ იყავით ინიციატორი, ვერ გაძლებს, ან თქვენ ვერ გაძლებთ, ვერ იცხოვრებს, ვერ გაგრძელებს ცხოვრებას, ვერ გააკეთებს ვერაფერს იქამდე, სანამ ისევ თქვენ არ დაგეკონტაქტებათ და სანამ ისევ არ დამშვიდება, იმიტომ რომ მან იგრძნო, იმიტომ რომ თქვენი გრძენი
რომ ეს არის ის ერთადერთი. და შესაბამისად ის რაც შენია, შეიძლება წავიდეს, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის წავიდა და თავს ძალიან კარგად გრძნობს, თუ მან მიგატოვა გული გატკინა, ვერ დაგინახა და ვერ გიგრძნო, მაშინ შენ როგორც კი გული გეტკინება, როგორც კი გაგახსენდება რაღაც, რაც მასთან ურთიერთობაში გიხარო და გიყვარდა ან გწყინდა, მაშინვე შეწყვიტე ამაზე ფიქრი და გაიხსენე ის ჭეშმარიტება, რომ თუ ის შენია, დაბრუნდება. ხოლო თუ შენი არ არის, მაშინ კარგია რომ წავიდა. კარგია ორივესთვის, იმიტომ რომ ის იპოვის სათავისო ადამიანს და თქვენც იპოვიათ ადამიანს, რომელიც სადღაც ამ ქვეყანაზე დადის და თქვენ გელოდებათ. მაშინ როცა შეიძლება ამ ადამიანთან დაგეკარათ ბევრი დრო, ბევრი ნერვები და ყველაფერი ისე დასრულებული იყო. რაც უფრო მალე დასრულდება ასეთი ურთიერთობა, თქვენთვის, ორივესთვის მით უკეთესია. არ დაიტოვოთ გულში ბრაზი, იმიტომ რომ თუ ადამიანი მოგექცათ ცუდად, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიეცით ამის უფლება. ამაზე თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ და ეს შეცვალოთ თქვენში. არასოდეს არავის და მათ შორის პირველ რიგში არც საკუთარ თავს არ მისცეთ უფლება მოგექცათ ცუდად ან არასწორად. ყველას აგრძნობინეთ რა გსურთ, რა გჭირდებათ და ისინიც ამის მიხედვით მოგექცევიან. ხოლო თუ ის არ მოგექცათ ცუდად, მაგრამ უბრალოდ წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, ესე იგი ის თქვენი ადამიანი არ იყო, ჩაიდებთ გულში წყენას, პირიქით სინათლის სხივი, სიკეთე და სიყვარული გავგზავნეთ მას და უსურვეთ მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო, ისევე როგორც საკუთარ თავს. ადამიანი, რომელიც გულში იდებს წყენას, ტკენას და ბოხმას, ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი. ამიტომ უნდა შეგეძლოს სიტუაციის, ასე ვთქვათ, ფხიზელი თვალით შეფასება და გზის გადაბიჯება იმისთვის, რაც იყო და გზის გაგრძელება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. ეხლა რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ ის შენი ადამიანია და შენ მიატოვე. თუ შენ გრძნობ, რომ ცუდად ხარ, თუ შენ გრძნობ, რომ ამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ შენ მაინც რაღაცა გაწუხებ და რაღაცა, რის გამოც ეს ნაბიჯი გადადგი, დაფიქრდი, რა იყო ეს რაღაცა და შეგიძლია თუ არა ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება, თუ ის რაღაც უფრო მნიშვნელოვანია. თუ ის რაღაც უფრო მნიშვნელოვანია, რის გამოც დაშორდით, ესე იგი ასეც უნდა ყოფილიყო. ხოლო თუ ის ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ არ მოგერიდოთ მიუხედავად იმისა, რა გააკეთე, რა ჩაიდინე, როგორ მოიქეცი, დაეკონტაქტე ამ ადამიანს და უთხარე ყველაფერი, რასაც გრძნობ, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. კი, შეიძლება იყოს გვიან, მაგრამ ცდას ყოველთვის აქვს აზრი. ამიტომ აუცილებლად სცადე. იმ შემთხვევაში, თუ მან მიგატოვა და მისგან არანაირი ხმა არ ისმის და ანუ გრძნობ, რომ ეს ადამიანი უბრალოდ კარგად არის უშენოდ, ეს სწორი იყო, მაშინ უბრალოდ არ იფიქრო ამაზე, ჩაერთე შენს ცხოვრებაში, ჩაერთე იმაში, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, აკეთე ის, რაც გიყვარს, საკუთარ თავს მოიქეცი სიყვარულით, უთხარი შენ თავს, შენ ანარეკლ სარკეში, რომ შენ მშვენიერი ხარ, რომ აუცილებლად არსებობს ადამიანი, რომელიც დაინახავს შენ სილამაზეს, რომელიც დააფასებს შენ სილამაზეს, არა მხოლოდ იმ სილამაზეს, რაც აქ არის, არამედ იმ სილამაზეს, რაც შიგნით არის და ასეთი ადამიანი შენ უნდა დააფასო, ასეთი ადამიანი შენ უნდა მიიღო, ასეთ ადამიანს შენ უნდა გაუფრთხილდე, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში ერთეულები არიან. შეიძლება სულ ერთხელ ჩაიაროს ჩვენ ცხოვრებაში ასეთმა მატარებელმა და თუ დროზე არ შეახდისეთ, მაშინ ყველაფერი იქნება გვიან და მაშინ შენ ცხოვრება შეიძლება იყოს სრულიად სხვანაირი ვიდრე იქნებოდა. ამიტომ მე ვფიქრობ ასეთ დროს, როცა ასეთ დიდ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა დაფიქრდე. თუ მაგალითად გული არ გეტკინა პირველად და ეს უკვე მე რამდენიღაცა იყო, არც ამაზე არ დაგწყდეს გული და რატომ? ვის მოსდის შეცდომები? შეცდომები მოსდის იმას, ვინც რაღაცას აკეთებს, იმას, ვინც რაღაცას ცდილობს, ვინც ზის ერთ ადგილზე და არაფერს არ აკეთებს, ვინც არის ჭაობში, მაგრამ მყარად ზის ამ ჭაობში, ოღონდ იქიდან არ მოვიდეს, იმიტომ რომ ეშინია. ასეთი ადამიანები შეცდომებს არ უშვებენ, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები უბრალოდ არ ცხოვრობენ. შენ ვინ გინდა რომ იყო ჭაობში მჯდომი ადამიანი, რომელიც შეცდომას არ უშვებს, თუ ის ვინც შეცდომას უშვებს.
თვითონ ბიბლიაში არის ნათქვამი დააკაკუნე და გაგიღება. ითხოვე და მოგეცემა, იმიტომ რომ ყოველთვის, როცა შენ ითხოვ, შენ მოგეგება, შენ მოგეცემა, ყოველთვის, როცა შენ ეძებ, შენ აუცილებლად იპოვი. არ გაგიცრუდეს იმედი იმის გამო, რომ ვიღაცამ შენ ვერ გაგიგო, იმის გამო, რომ ვიღაცამ შენ ვერ დაგინახა. არა უშავს. ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, ბევრი ვერ დაგინახავს, ბევრი ვერ დაგაფასებს. შენს თავში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს. არ ფიქრობ, რომ შენ არ ხარ ლამაზი, შენ არ ხარ საკმარისად კარგი. ძალიან ბევრჯერ გამიგია ბევრი გოგონასგან და კაცისგან, რომ აი მე რომ ასე მოქცეული იყავი, მაშინ ის არ მიმატოვებდა, მე რომ ასე მოქცეული იყავი, მაშინ ის დაბრუნდებოდა. არაფერიც. თუ მას შენთან უნდა არ მიგატოვებს, თუ მას შენთან უნდა აუცილებლად დაბრუნდება და თუ მას შენთან არ უნდა, რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერს მაინც გადააბიჯებს, მოიგონებს 1000 სისულელეს და მაინც წავა შენგან. ანუ ამაზე მახსენდება ერთი ანდაზა, იმას, ვისაც არ უნდა, შეუძლია მონახოს 1000 მიზეზი. რატომ არ უნდა გააკეთოს, ხოლო იმას ვისაც უნდა, შეუძლია მონახოს 1000 გზა იმისთვის, რომ ეს რაღაც გააკეთოს. შესაბამისად, არ დაგწყდეს გული, შეიძლება შენი ურთიერთობა იყო ღრმა, შეიძლება შენ ბევრი ჩადეში, კი, ეს ერთ დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში შეიძლება ვერ გადაიტანო, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ცდილობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ცოცხალი ადამიანი ხარ. და ბედნიერი ადამიანი ხარ, იცი რატო? იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც არ ცხოვრობს, ის ადამიანი, ვინც ვერ გრძნობს, შესაბრალისია ის ცოდოა, ვისი გულიც იწვის, ვინც გრძნობს, ვისაც განუცდია ეს საოცრება, ეს აღმაფრენა, ეს სიხარული და თუნდაც ეს ტკივილი, ამ ადამიანს შეუძლია თქვას, მე მიცხოვრიაო და არ შეწყვიტო ძებნა, არ იფიქრო, რომ თუ არ გაგიმართლა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შეცდი, ესე იგი მორჩა, всё, ის ადამიანი არ არსებობს. არა, ის არსებობს და შეიძლება ისიც ზუსტად ასევე იმედგაცრუებებით გელოდება შენ. ამიტომ არ თქვა უარი შენ თავზე. არასოდეს არ ეცადო იყო იმაზე პატარა ვიდრე ხარ. არასოდეს არ ეცადო ჩაჯდე ჩარჩოებში, თუ შენ საზღვრები არ გაქვს და თუ შენ გრძნობ, რომ ფრთები გაქვს, არ დამალო ის ფრთები, უბრალოდ გააშალე და გააფრინდი, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შენ შეძლებ იყო ბედნიერი, მხოლოდ ასე ცაში შეგიძლება შენ შეხვდე იმას, ვინცაც შენსავით ფრთები აქვს და ფრენა შეუძლია. ამიტომ ჩემო ძვირფასო, არ თქვა უარი არც ერთ შესაძლებლობაზე, თუ გინდა სადმე წასვლა წადი, თუ გინდა ვინმეს გაცნობა გაიცანი, თუ გინდა კარგი წიგნის წაკითხვა წაიკითხე, იცხოვრე, იგრძენი ეს დღე, ჭამე გემრიელად, დალიე გემრიელად, იცხოვრე გემრიელად, იცხოვრე ტკბილად და არ დაკარგო შენში ის ყველაზე წმინდა, ის ყველაზე საოცარი რაც გაქვს. და ამასთან ერთად არ დაკარგო იმედი, ეძებე და ვინც ეძიებს ის პოულობს. ეს არ დაგავიწყდეს. ხოლო ყოველ ჯერზე, როცა ტკივილი გულში შემოგიტევს, იმის გამო, ვინც მიგატოვა, ან ვინც მიატოვე, თუ მას შენთან არ უნდა და გაიხსენე, რომ ის შენი არ იყო და რაც მალე წავიდო და მით უკეთესია, ხოლო თუ შენი იყო დაბრუნდება, ყველა გზა შენთან მოიყვანს, ყველა გზა. და თუ ასე არ მოხდება, ესე იგი, კარგია. თუ მოგეწონა ჩემი ვიდეო, დალაიქე, მე ძალიან მახარებს თქვენი ლაიქები, თქვენი კომენტარები, მე ყოველთვის ველოდები თქვენს კომენტარებს, რადგან თქვენი ჩართულობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაინტერესებს თქვენი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ გქონიათ მსგავსი სიტუაცია, როგორ მოქცეულ ხართ, როგორ გადაიარეთ და თუ ახლა გაქვთ მსგავსი სიტუაცია, როგორ ქმედებას ირჩევთ, ზიხართ, უბრალოდ აღარ უვლით თავს, ჭამთ ტკბილეულს და მოწყენილობას ემონებით, თუ ადგებით, აღიკაზმებით და ეკვეთებით ცხოვრებას. რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. მოკლედ, მე ველოდები თქვენს კომენტარებს და დღეისთვის სულ ეს იყო. კიდევ შემოგთავაზებთ ვიდეოებს უფრო მხიარულ სიყვარულის თემაზე, უფრო მხიარულ
კონტექსტშიც, თუ ერთ ადამიანს მაინც ეს ჩემი ვიდეო ახლა დაეხმარება, თუ ერთ ადამიანს მაინც ეს ჩემი ვიდეო უბიძგებს ან მოქმედებისკენ, ან დაანახებს, რომ არაფერი სადარდებელი არ აქვს, მე ჩავთვლი, რომ ბედნიერი ვარ, რადგან შევასრულე ეს მისია, მოვიტანე თქვენამდე ის, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარხართ და დროებით გემშვიდობებით.